თუ უკვე არა, გვპირდებით ვიდეოს ბოლომდე ძალიან მოგაშიებთ. დღეს ამ ორი პურით მოვამზადებ უგემრიელეს ხემს, რომელიც ასევე იქნება ჩვენი სადილიც. ვინაიდან ნაირნაირების კეთების თავი მე არ მაქვს, თან მთელი დღე სამზარეულოში ხوار ვიქნები. ჩემ თავსაც უნდა დავუთმო დრო. ოდე დავიწყოთ. ჩვეულებრივი ბატონი პური გაჭერით ჩუაზე და დადეთ საცხობ ლანგარზე. ეხლა ყველაფერი დავჭრათ წინასწარ. წითელი ბულგარული, ხახვი და ოხრახუში. შემდეგ ტაფას მოსყიდ ზეითუნის ზეთი, გადაიტანეთ კარაქი, მთლად ნაჭერი არ გინდათ და კარგად დაბრაწეთ 2 ცალი ქათმის ფილე, რომელიც მე შუაზე გავჭერი. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. შემწვარი ქათმის ფილე გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. იმავე ტაფაზე მოხრაკეთ ხახვი, ბულგარული და გაჭრილ ნიორი. შემდეგ დავუმატეთ ტომატ პასტა, კრემყველი, მარილი, შავი პილპილი და სვანური მარილი. მოასხით ცოტა წყალი, რომ მასა ძალიან სქელი არ იყოს და გადაურიეთ. ორჯერული ბარათი როგორ მიყვარს ხომ იცით? ხოდა თუ მოხვდებით ორნაბიჯში არ დაგავიწყდეთ გატარება. შემდეგ წვრილად დაჭერით ან დაძენძეთ შემწვარი ფილე. გადაიტანეთ ტაფაზე, მოაყარეთ ოხრახუში და ამოურიეთ. მიღებული სადილი გადაიტანეთ პურებზე. დაახეხეთ უამრავი ყველი და აწყვეთ 180-200 გრადუსზე 25-30 წუთი და გემრიელად მიირთვით. ყველა ბედნიერია და თქვენ თავისუფალი. თავისუფლება პირობითია. უფრო დრო დაგშება თუ სხვა საქმეს მიხედოთ.